დღეს ტროტუარზე დგომის გამო პროევროპული პროტესტის ორ მონაწილეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაცემა წიგნების თაროს ჩემპიონი საბა გელაშვილი და მედიის განვითარების ფონდის თანამშრომელი ზვიად მჟავანაძე მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ პატიმრობაში 4-4 დღით გაუშვა. ბრალდების მხარე დემონსტრანტებს 18 დეკემბერს ტროტუარზე ქვეითა გადაადგილების შეფერხებას ეტევებოდა. დაკავებამდე მჟავანაძემ საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის მეშვეობითაც მისი განმარტებით ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ დემონსტრანტი მოქალაქეების გადაადგილებას აფერხებდა. ზვიად მჟავანაძეს ხელბორკილები სასამართლოს ეზოში დაადეს. ესია პროცედურა. არ არის ეგრე პროცედურები, რატო? საერთოდ გააყოლე და გააყოლე. ხელბორკილებს გადავიღე. კონტაქტი ცოტა. აიცა მოატრიალე. არა, დადი. დღესვე საავტომობილო გზის გადაკეტვის საბაბით მოსამართლე ზვიად ცეკვავამ დემონსტრანტებს მაგდა მამუკაშვილსა და მაკო ქაფიანიძეს 5,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ბრალდების მხარე ორივე მათგანს 31 იანვარს საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედევებოდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ამ უღზეს საღდელის სახით მხოლოდ 15 დღემდე პატიმრობაა გათვალისწინებული, თუმცა კანონით პატიმრობა არ შეეფარდება დედას, რომელსაც 12 წლამდე შვილი ჰყავს. მაგდა მამუკაშვილსა და მაკო ქაფიანიძეს ჯარიმა სწორედ ამ მიზეზით დაეკისრათ.